კაი გამარჯობა თქვენ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ ვიწყებთ დღევანდელ გადმოცემას რომელსაც ქვია 3 და კო და ვინ უნდა დაიწყოს დღევანდელი გადმოცემა თუ არა თორნიკე რაზმაძე ოპანა ხვარტირის არა ხო და ეხლა ხვარტირის არა ეხლა არტირის არამედ ღრმა ინტელექტუალური წიასვლებით არის დაკავებული მართლა არა მაქვს ამის გარანტია და ხა ვიღაცა თქოს რომ აი ეს რეცეპტი ეს არის ხა ოპოზიცია გაერთიანდება და უცბად ხოცებს გაუშვებთ კაცმა არ იცის ესე მარტივად გაუშვებთ თუ არა უბრალოდ სიტუაციის მე არ ვცდილობ სიტუაციის დრამატიზებას არ ამგონია რომ ხა მე რაღაცას იმაზე მეტად უკეთებ და დრამატიზებას ვიდრე არის და მე მინდა რომ რაღაცნაირად ადამიანებმა დაინახონ ასე ამდენ დონეზე დრამატულია სიტუაცია და ნუ კაცმა არ იცის გამოგვივა თუ არაო ხო დაგვერხავ კაროჩი სიმართლე გითხრათ აი ამის მე ხო არ იტირა არ ვიცი ეგას საინტერესო ხიდი გავაკეთოთ აი დებატებზე რა ოპოზიციის მდგომარეობა აი დებატებმაც ცხადყო რომ აბსოლუტურად აი როგორი აი პრემიერ-მინისტრი გიზეს შემამაც ხონებულო ხო შეიძლება რაღაცა გაგიყადრა თავი სხვა შორის აი ეგ სხვა საკითხია გაგიყადრა თავი იმიტომ რომ ნუ გასაგებია რომ აი მოდი ბოლოჯერ შენს დაგიჯდები რა შენი დედავატირე პირიქვისკენ არ მიქნია ვიღაცებს კონკრეტულად გულისხმობ ხო რას მაიმუნო რას მოძრაობებს აკეთე შენობით მიმართვით რო გონია რომ აი კნინო და გამოვა ბიჭო აი რაღაცა ბიჭო ნუ ბიჭო ფარა ხო ნუ დერსკოპ მესე რო თქვა ხო აი ეს არის ჩვენი ოპოზიციური სპექტრის მოქმედება გირჩი ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გამოირჩევა სხვებისგან ცოტა ცირკულად ჟიკულად მე რა ყოველ შემთხვევაში ჩარჩოში ზის რა რამკაში ზის ხო იცი რა უბრალოდ გირჩი ყოველთვის ამ პროგნოზირებადია იმიტომ რომ გირჩის ყველა ესე იგი სასაუბრო თემა საბოლოოდ მიდის დერეგულაციამდე არ ვიცი რო ვილაპარაკოთ რა მეტეორი როგორც ემოდეს რა შეიძლება მოიმოქმედოს დედამიწა ამათმა უნდა უპასუხო დერეგულაცია იმიტომ რომ ეს არის ხო ჩვეულებს საკრალიზაცია არის ამ საკითხის ველური კაპიტალიზმი free market ფუნდამენტალიზმი ყველაფერზე არის პასუხი ეს არა პირიქით მე მგონია ფასების დაწევას ჭირდება პირიქით უფრო მეტი რეგულაცია როგორც ამ შემთხვევაში ევროპული გამოცდილება გვაქვს ჩვენ მოყვანილი საორიენტიროთ რა თქმა უნდა რეგულაციები არის საჭირო და დანარჩენი ხა რაც შეეხება სპეკულაცია ხა გოგიჩაშვილს ლაპარაკობ ხო და გოგიჩაშვილს რაც შეეხება მე ეგ სასაუბროდ იყო ფასებთან მიმართებაში ხო მე არაფერი გაუშვა პოპულიზმი როგორი ხო მილიონი მანქანა ოღონდ აი რა არა ყველაფერი ტყუილი პენსიონერების ხელფასის კი არა პენსიის გაზდა პოპულისტურად დაპირება 2 მილიარდ საიდან გააჩენა რო კითხა კაცმა ხო აი ეს უსაფრთხოება დაიკიდეთ ქვეყნის სუსი დაიკიდეთ ჯერ სუსი არ იხარჯება ამდენი რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლები ხარჯება ხო და ბიჭო იმაზე რო ხონდა ხელფასებზე ბაზარი მაშინ თავის პარტიის წევრები რატო იღებენ მაგ ხელფას სწორი კითხვა დავასვა გურაბაჭარაშვილი არა ეგ არის ნოდარ მელაძის დაახლოებით ნოდარ მელაძის კალიბრი და კრეატურა რო გამოდის და აი დიდები ხორცებს ჩამენდა ხარიბებს არაფერი არ შავი ანგუსის ხორცები და რაღაცეები და თქვენ შულში ეს არის ძალიან პრიმიტიულ კატეგორიებში აზროვნება ხო ამით ესე იგი ეგზალტაციას აკეთებ ვეღარ არო მე სერიოზულ საუბარში ეგრე არ ხდება მე კონკრეტული კითხვა დაუსვა რას მოვაკლო ეს ფული თორე მე მინდა საერთოდ კოსმოსში $1,000,000 და მარსზე რო ეს პენსიონერს კონდეს $1,000,000 და მეტი ხო მეტი და სადა რას მოვაკლო და ამ დროს სუსო აზე ხარ და გვინდა 5,000 ბირთვული კომბინი და არ გვინდა არ გვინდა არა ეგ საქართველოს ქართველებზე არა ძმაო აი რა და ეგ არ გვინდა ბირთვული არ არის ჩვენ არ გვინდა გიორგი ახობაძე გავშტა ვახ მე რასაც უკვირდები ხა ისიც რაღაც ცხოვრებაში არც მიკეთებია და არ შეხება მქონია ასეთ რაღაცასთან სამწუხაროდ კვადრატს უნდა დაგვეწყო გვიან დავიწყეთ და ეხლა უბრალოდ ისეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვარ და ისეთ კრიზისულ სიტუაციაში რომ დრო არ ითმეს და ყველას ეჩქარება რომ რაღაცა გამოვიდეს მაგრამ ფაქტია რომ საერთოდ გაჩერებას და არაფრის კეთებას ჯობია მცდელობებში იყო და ამ მცდელობებში შეცდომების ანალიზის და გამოსწორების ესე ვთქვათ რაც გზით მიხვიდე მე უფრო სწორ გზამდე და არის დიდი რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც არც ჭკუა აკლია, არც გამოცდილება და საჩიუტე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ჯდომას, თუნდაც შრომა ჯობია, ეგრეთ რაღაცა. თუ მათ მხარეს არის საზოგადოების უმრავლესობა, თან რომელსაც
არც ჭკუა აკლია, არც გამოცდილება და არც სიჯიუტე, მაშინ რა გახდა, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობამ, რომელსაც არც გამოცდილება და არც ჭკუა და არც სიჯიუტე არ აკლია, მიიღოს ის სამართლიანობა, რომელიც მათთვის არის განსახორციელებელი და შეცვალოს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში შენგან მინდა კომენტარი. როგორ შეიძლება ეგეთ რაღაც? ძალიან კარგად უთხრა პაპუაშვილმა დებატებზე ოპონენტს, რომ თქვენ უაზროვნებთო 92-13 წლის კატეგორიებით, როდესაც საბჭოთა ახალი დაშლილი იყო და იყო ბოროტების იმპერია ჯერ კიდევ, რაც რუსეთი იყო, საბჭოთა ახალდაშლილი და იყო სიკეთის რაღაც პალადიუმი, რაღაცა დათელი ქალაქი, ხო? და აი ამ კატეგორიებში ბოკერია დღესაც ამ კატეგორიებში აზროვნებს, რომ მიაჩნია რომ ამერიკის აგენტი უნდა იყო აუცილებლად არ არის პრობლემა რომ ამერიკის აგენტი ხარ და ასე შემდეგ, ხო? და ეს შემადგენლობა დღევანდელი ოპოზიციის ახლა ესე მსჯელობს და დრო რომ შეიცვალა საერთოდ სხვა მოცემულობა რო არის, ამაზე არ ფიქრობენ. მინდა პროსტო შენს კიდე მიასეჯე თქვა, რომ სხვა დრო არის, სხვა ესენი აწვევიან იმას, რაც უკვე ამერიკაშიც კი ძველმოდულია. ევროპაშიც კი. ევროპა იძახის რომ მართალია შეიძლება იტყუება, შეიძლება ფარისევლოთ, მაგრამ რუსეთს დაველაპარაკო. მაგას მაინც ამბობენ. და ესენი არიან მართლა 93-ში, 12-ში. ცალსახად და მნიშვნელოვნად და კიდე ერთხელ გავიხსენოთ ფუკუიამა მისი მავაცახსენებელი თეორიით, სადაც ამბობს, რომ ლიბერალური დემოკრატია იქნება ერთადერთი ევოლუციის დასკვნის საფეხური. ავად რატო? კომიკურად სახსენებდა. ხო, რა და ეს იქნება თქვა ევოლუციის დასკვნითი საფეხური. არ გამართლდა თვითონ ფუკუიამამ თქვა, რომ შემიძლია ანუ ნახე ცოცხალია თუ გარდაიცვალა. ცოცხალია. შეხედე საქართველოს ორჯერ იყო. არ შეიძლება გარდაიცვალა იდეოლოგიურად. არა, იდეოლოგიურად გარდაიცვალა. რაღაც რო თქვა. ნახე, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გავზომოთ, რომ ლიბერალური დემოკრატია არ არის დასკვნითი საფეხური, ან პირიქით ლიბერალური დემოკრატია ისეთ ჩიხში შევიდა, რომ აღარ არის მეინსტრიმ იდეოლოგია დასავლეთშიც. დასავლეთშიც კი, დასავლეთშიც კი, არა თუ ის რომ სხვა განვითარების გზა არ არსებობს. ბრძოლა და წმინდა პახოდი. სხვა განვითარების გზა არა, რუსეთის წინამდე აღარ არსებობს. ეგ თემა აღარ არის. და არის ცივილიზაციური საკითხები, რომ პროგრესი აბსოლუტურად სხვა ცივილიზაციის და მეტიც მოდერნის სხვა ცივილიზაციის და სხვა განვითარების მეთოდოლოგიითაც შეიძლება მიიღწეს. ამის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ну ჩინეთი вообще სხვა ფენომენია და განსაკუთრებით არაბული ქვეყნებიც, ხო? ჩვენ ვნახეთ, რომ ეს და საქართველოს გადაიტანა ალბათ ყველაზე მწარედ საბჭოთა კავშირის დაშლა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი რომ სამოქალაქო ომი გქონდა, ეკონომიკურად გავნადგურდით, ქვეყანა წელს ფეხზე, კი არა, წელში ვეღარ გავიმართეთ, მე მიშა მივიღეთ, მე კიდევ ომი, მოკლედ ძალიან დაგვაზიანა და დაგვაზიანა იცი რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ალბათ ესეთი ხალხი, რომ აღვიქვით, რომ ესე იგი საბჭოთა კავშირი არის სხვა ეს უდიდესი სიკეთე მოდის დასავლეთიდან. მაჭავარიანი გავუშვათ, მაჭავარიანი მოვიდა. რომელი? მეც რო დავსერჩე, მაგალითად აი ეს ლურჯი ქურთუკი ამბობდა რომ $1300 მართლა მონკლერი იკერება, ქურთუკები იკერება ქუთაისში. ქარხანა არის ასეთი, თუ არ ვწდები, იმერიქვია. და ხო ეს მაგალითად აი ეს ჩინეთში იწყობა, მაგრამ კი. არა, ხო და ნუ იმიტომ იწყო იკერება. ბიჭო, ვითხარი, გვისმენს ხალხი რა არა. ლებად გამოვიტარე, დარაჯმა გამოვიტარე. ხო და ქარხნის ერთ-ერთი რაღაცა მესვეული ადამიანი მამაჩერთან მეგობრობდა ადრე და სულ ჩუქნიდა ხოლმე რა პერიოდულად ამას რა, მაგრამ არაფერი არც ფული არ იყო გადახდილი, არც არაფერი და აი ეგეთი დედას მიცავა, მაგრამ რო ჩახედო გაგიტყდება, ჩუქნია ხოლმე ზირთა ტანსწვენი რაც მაქვს რა და იდეაში უნდა თუ კარგი მაჩქონ კაკა ანუ აი პირობიდან ქურთუკი ჩამოაქვთ რაღაცა ის აზრია მაჩქარი არის ესეც ნაჩვენე ყველაფერი აი რა ჩვენ რატომ არაფერს ჩუქნის ბიჭო მოკლედ ხო სვიტრიც სუდათ იყო დასული რა მოდი ესე ეხა იქ სპაკი მაქს დასვლას არის მარტო არა ხო და გეუნები ჩემი მეგობარი იმაშვებოდა შპაკალობდა მანამდე და მე რომ ივედი ხა შემეცვალე ეგოწენა მაგის მაიკა გადავჭა არ ვიცი ხა იმან აპირობებში იმას ხდა რა და ვიღაც ეგონა რომ მე მას მიგდეს და მართლა არა რა ჯინსი მართლა ბიჭო რამდენს ლაპარაკ არა გავუშვათ ბოლოს რომ გამოთქვამს მე რატომ შლისო ერთი ორი შემთხვევა იყო ეგეც ხო შეიძლება პოლიტიკოსისგან შევამჩნიე რომ რაღაც დამიწერა წაშალა მე როგორც მივხვდი თვითონ წაშა ვეღარ ვიპოვე და კომენტარებს რატომ იშლიო რა და მე მართლა არაფერი არ წამიშლია რა მეტროთი ან ავტობუსით ბოლოს როდის იმგზავრო და თუ რამაზ იმგზავრო რამაზ ძილზე
ტაქსები და არა, საშუალეს მანქანა ყავს ოჯახის, რომელთაც დავდივარ ხოლმე რა, მაგრამ ძირითადად მეტროციერული ძალიან ესე იგი მანქანას ოჯახის არის ასაცმელის ნამდვილად. ოღონდ პოლიტიკური პარტიის გაკეთებისთვის არ გასაგებია. ძალიან კაი გაცია ბიჭო. სუთავს რამდენი იმართლა თავი ოღონდ. მე არ უჩუქეთ, მაქარა პატარა ის იყო ფაბრიკა მოკლეს საკერავდნენ, მაშინ ჩუქდნენ თორე. ჩემი როგორ არის პასზე არ არის. მაიბახი ხო აქეთ იწყობა რა და კაროჩა არაფერი მაიბახი ჩემი არ იყო. ხო, გამოიარეს და უგნერს ამიტოვეს რა. მაგრამ ზატო მოლანასრედინივთ ყველაფერზე პასუხი არ არის. გასარეცხად მყავდა მაგრამ. და მე შემჩაგო იმენი გავრეცხერო დათნა რა. ყველაფერზე იმასაბობს რა. მაიბახ ჩემი ხო არა კი მოლანასრედი პასუხია. პასუხი არის ხო. საჩორის მე ეს საათი არ არის. ამისგან ერთი ის გამისწორდა რომ აი ბექა გოცირიძე ამას რა გაგისწორდა რატო გააკეთა ვერ მივხვდი? არა რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ახსა ამ ყეფა არ დაუწყო ამ სვავებისგან ყეფა არ დაუწყო მართლა ის არის რა აღსანიშნავი და სვავებისგან სხვა ნიშა იყო. ხო და ბიჭო არა ესენი სვავები რო არიან ესენი არიან სხვა ხალხი ეს საშიში საზოგადოება აჰაი ხედავ ეს აი ეს რაც იკადრა ახლა ხო ამ ტიპი გამოვიდა და მართლა ის რო არის რუსული მიმი რომ აქ რა ხდებოდა თქვენთან და откуда я знаю просто член ანუ იგი ლაპარაკა ტიპმა რა არა უკაცო მე რა სადმაკ ხა ან მოკლედის ფული ან მოკლედის ასთუნელების ფული ან ხო просто члენი ვარო რა ტიპი მაგას ბაზ რა ტიპმა ანუ ოღონდ ეგ არ დამიმტკიცესო რომ რაღაცა 1000 ევროიანი მაცვიოდე я просто члено ტიპმა ანუ იგი ბაზრა მაჩუქესო მე იქ დამაცვავ რაღაცა მე არ ვიცი ეს რა მაიკა იყო სათი ეგდო რაღაცა ეგდო და გავიკეთე და პატეკ ფილიპ ყოფილაო და მე რეპლიკა მეგონდა და ნახდა ეს უფრო სამარცხინო და გამაღიზიანებელი არ არის ყველაფერზე რომ რა ვიცი ხა ძმაო ოჯახის არის ხო მე აპე კარგი ვალერა გერბახიანი ო აი ეგა sorry ხარ დაჭერები მაგრამ ხარ ნაწილობრივ არჩეული გამიგეთ ასო არიან არჩეული ჩვენ არ ვარ მე პირად არ ვარ ხო ვამბობ რომ დაახლოებით 45% მართლა ქონდათ ხმების და მაგრამ ის დაამატეს რაღაცები ამ ნაწილში საერთოდ არ დაგვაწვევიდეს არ მე მარტო ეგ მაინტერესებდა ხვევით რა ეწერა ფორმით გავართ კატა პროგრამულაციის რა იყო კომენტარი ანუ 45% მოგცა ვალერა 10 მოიპარესო 10 მაგრამ იგივე სამობენ ეგენიც ვინ კაცუკები და მაიმუნები რომ მოიპარეთ ხმები ვალერა ორიგინალური არ არის არა კაცო ისინი ამბობენ გაცილებით მეტ ხმა რამდენი პროცენტი მოიპარეთ რა სიძახიან ისინი არა ისინი რიცხობრივად ამბობენ რამდენი სიძახიან 300 ხო თუ მეტი 300,000 კა მე დაახლოებით თუ 8% 7-ია ამომრჩევლების მისული ხალხის თუ მან თუ გაუგებარია პოტენციური ამომრჩევლების არა იმენო მისული ხალხის მისული 300 არა პოტენციური ამომრჩევლების როგორ პოტენციალ ამორჩეულ როგორ მოიპარე იმიტომ რომ მარტო გააყალბეს და რომ არ მოსულიყვნენ კარუსელს აკეთებდნენ რა აი ის ხო ლაპარაკობდა მაგალითად აკაცი ვერ გავიგე მაგათ დედავატირე ერთ-ერთი აკაცუკი ხო ყვებოდა რომ ისო ქალბატონი იჯდაო კომისიაშიო თუ ისო და თვალებით არნიშნებდა ის ძივები და ბეჭდები ეკეთავდა თანოსის ბეჭდებით იყო დაგვაიპნოზაო და ნათელი იყო ის რას არნიშნებდა სიმდიდრით ზალადობდა და ცინიკური ღიმილით გადახედავდაო რა ციფრებს სვლიდა ცინიკური კი ხაშოს ეგ უფრო საშიში არის ანუ საარჩევნო ბაზარი დაგხვდება რაც მაგ გოგო მოყვა აი ეგეთი ასხმული რაღაც კარტიებიანი ხალი თუ გვარამიამ რაც მოყვა რომ აი პირიდან პირში რო უსხავდნენ რო შედიოდნენ რო შემოხაზავდნენ და მეტად პირში უსხავდნენ პირიდან პირში უსხავდნენ ვიცი თინა ბოკუჩავა გავუშვი ძალიან საინტერესოა ნახე რა სამბო აიფონე არის არის არა მე ვისურვებდი ნამდვილად რომ ის ერთი ადამიანი რომელიც ამ ძალას გამოასხივებდა ზუსტად გამსახურდია ამას თავის დროზე ასხივებდა საქართველოს დამოუკიდებლობის იმიტომ რომ ის იყო განსხეულება ერთგვარი ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ დროში და მომენტში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეის ხო შემდეგ იყო დრო და მომენტი თავარი პერსონა ხო იყო მიხეილ სააკაშვილი იმიტომ რომ ის იყო შემდგომ სიმბოლო მომენტი სიგარიგა დამოუკიდებლობის შენარჩუნების და
და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის, იმიტომ რომ კი დამოუკიდებლობა აღდგენილი ჰქონდა საქართველოს, მაგრამ 2003 წელს სახელმწიფოებრიობა. მადლობა. ანუ ელოდებიან მესამე რეინკარნაციას? თუ მესამე და ხაბე არ არის ესეთი როგორც ჩანს. შალვა. არა, შალვა. ეს ხაბის მოწინააღმდეგეა, ხო? შენ ხაბე გაკავს იმაში, ნახევრად. ზეციურ რანგში მართალია. მერტებში აიყო ხაბე ადამიანი. დეკანტროფია მართალია. მე რა მაინტერესე. მიშას ქება დიდებაში და ჩოქბჯენში. ყოველთვის ისმის ეს ერთი და იგივე რომ სახელმწიფოებრიობა. და შენ არ გულისხმობენ კონკრეტიკა. ოდეს მე გეტყვი, კონკრეტულად მე გეტყვი წვეტნოის, რასაც გულისხმობენ. არა, არა, შუქი მანამდე კეთდებოდა. ინსტიტუციები, ახადობის გამო არ გეუნები. მეც არ გეუნები. ანუ შენ ჯარი, პოლიცია, საგადასახადო. პირდაპირ ჯარი, პოლიცია, საგადასახადო. ციხეში წამება, ბიზნესი. ციხეში წამება, იუსტიციის სახლი. სახელმწიფოებრიობა არის. ჯარი, პოლიცია, თამს აღარ იღებ, პატრულობა. აი, მოიცა, აი, ახალტანსაცმელს. ეშმაკის ადვოკატო, ბრენდინგი. კაი, უყურე. შენ ხო გევასწრებ ეშმაკის ადვოკატობა, აი. ეხლა მე გეკითხე. აი, ეშმაკის ადვოკატობა. სახელმწიფოებრიობა ხო მითulis თან. სახელმწიფოებრიობა მიშამ რაც შექმნა. იუსტიციის სახლი ოკ. გავალებოთ ბაზარი არა. მოიცა, ჯარი რა. ჯარში რა ხდება? იუსტიციის სახლში ძმაო, მიდიხარ ჯარი, ჯარში რა. მიშამ რა რაქნა. ჯარი მილიტარიზმის სულისკვეთება დააწყდა და ტრაგედიას გადაგვყარა. აი ეგ მოხდა. რა და გამოდიოდა. სახელმწიფოებრიობაში ითქვა. არა, პირიქით დაუყვაში. რას თვლიან ხო ესენი? ესენი ჯარს თვლიან, რომელიც მოიგეს. ბიჭო, ტიპები იძახიან 2008 წელს მოიგეთ, მაგჯარითო და რა გინდა? ის არ გახსოვს ბავშვი პატრულები რო იყვნენ, ნუ იდეოები როა და ვაიმე რა საშინელი. დარი კურდღელი რო იყო, დარი კურდღელი. ხო და შემოხაზულა ძალიან მაგარი და ის არ გახსოვს ჯარის რეკლამა რო იყო ტიპირო წერილს რო ესეთი მაგარი გარემო აქო ტრენაჟორებიც გვაქვს ისე იმენა ჩვეულებრივი პროპაგანდა იყო მეოსებოდა მაგრამ კოკოიტი ფანდარას ჩვეულებრივი ის იყო რა ქვია პროპაგანდა იყო აუ ესე იგი მილიტარიზაციის მილიტარიზაციის რო აი ჩვენ ვხდებით სახელმწიფო ისიც ხო იყო რომ ეხა რუსეთიო ვეღარ არა ოქროაშვილი ყავსო უკვე ჟანგიენტაგები ხო მაგრამ ეხა ოქროაშვილია ეხა გვაქვს სასწავლებელი ანუ რას სახელმწიფოებრიობა არის ეგ რო ჩვენ და მიშა მაგარია კი კაცო გიჟები არის ჩვენ გვაქვს უნარი ესე იგი ეს ნაგები რომ ჩვენ რუსეთს დაუპირისპირდეთ 2008 წელს მოიგეთო და დამთავრდა იქ უკვე всё რა სახელმწიფოზეა ლაპარაკი კაი ირაკლი კუპრაძე გაუშვით თუ ირაკლი კუ ეს საკონსულტაციო მაგიდა რომელიც ეს რაღაც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს ამ შემთხვევაში რაღაც დოკუმენტ შეიმუშავებს ჩვენ ვიხილავთ უახლოეს მომავალში არანაირი დოკუმენტის არანაირი ერთობის ნაწილაკი ჩვენ მოქნ კაფეო პოზიცია ჩამოყალიბებული ლელო ტირე კოალიცია ძლიერი საქართველო ვითარდება დამოუკიდებლობა არავის არ ეთყობა მოიც ტერორისტი რო ყავდათ თავის რიგებში მაგას კოალიციაში ყავდათ და აღარ ყავდათ ხო და ხო მაგრამ ვიცემერად ესე მარტივად უნდათ რომ გადაახტნენ მაგას რა პრობლემა არის ანუ კაი ყველაზე აუ ეგეთებზე გადავხტარა მაგარი დაფუძნებლები სურეალისტური სცენარი რომ დაგვეშვა და ირაკლი კურო გამხდარიყო მერი ხო ეგ ტერორისტი იქნა და ვიცემერი ხო და ნუ ხო არ გამოუვიდათ არა ხო მაგრამ ანუ ტიპები ტერორისტს ვიცემერი ხო ტენილი აღარ მოიკვეთეთო იტყვიან აღარ არის всё რომ როსტაჭირო რო გახდება თქვენს კიდევაც მე მგონი დაგმეს საქციელი ეგრე არ ვთქვიათ ძმაო მე რამდენადაც მახსოვს მაგათ საქციელი დაგმეს არა ძმაო ეგ და ის დაზუთადუნაშვილი არც ეკავდნენ ერთად ე ბიჭო გეუნები რომ დაგმეს სიმღერაზე სალომე სამადაშვილმა დაგმო თაზომა დაგმო და ესენი თვითნავის განავალივით არიან დაკარგულები ეს ორი და სამალიოჩი მოსაქმებული სამალიოჩი სად არიან ოჯახებმა ისი ამბობს სად არიან საქართველოში არიან მეტაგუმან მე მგონი არა ის სად არის კაცო რომელი სლიფიჯო და ხაზარაძე ხო მაგაზე ვამბობ ზუსტად არ ვიცი სად არის გამოჩნდნენ ბავშვი რამე აქტივობა ქონდათ რამე მოძრაობა რამე მოძრაობა ციხიდანაც გამოვიდნენ ერთი ორი გამოვიდნენ ბესაფერზე იმას წერები აქვს მოშებული. ბერა დაიძახა. ხო დაიძახა. დაიძახა და მოგვარებს. დააგვარებს ეხლა. ვერ მოაგვარებს, ეგ ვერაფერს ვერ ასოდეს მაგუთხი. ხაზარაძე და ისა. მაგის როარჩანა. დათესავი. თაზო დათუნაშვილი, ძაღლი ახსენე ჯოღი ხელში აიღე.
მაგრამ აი იმ გეოპოლიტიკურ მოწმობებში რომელიც რუსეთს შეჭრილია უკრაინაში რამხელა დამატებითი სიკეთე იქნებოდა არაკეის საქართველოში და რეალურად როგორ წამოიღებდა საქართველო აი ტურბულენტური ზონებიდან რომ ჩვენ ჩრდილოეთით არის სამხრეთით უდიდეს რაოდენობას ტვირთების. უნიშნელოვანესი კომპონენტი რო არის კიდევ ერთხელ გითხრა ევროკავშირმა და იონიშვილი რო გვაკარგინებს ამ ქვეყანას მე პირდაპირ არ მოვიგებ. სტოპ. ანუ ამის თაღლითი ძვაკაცები რომ ვითომ ამერიკულ ფირმას რო ეჩარჩეუდნენ სინამდვილეში ყაზახურ რუსული რო იყო რომელმაც ისიც ვერ დაალაგეს და თავრობისგან გარანტიებს რო ითხოვდნენ და ჩინეთთან არ ქონიათ დაალაგებული გარანტიები არა ფულს უკვე ფულს ითხოვდნენ ხო მაგრამ თავრობამ გარანტიები ხო და ეგ საქმე ხო გაასაჩივრეთ თქვენ დებილებო თქვენა არბიტრაჟში ხო წააგეთ რა თქმა უნდა ბრიტანეთის არბიტრაჟი ქართულმა და ბრიტანულმა არბიტრაჟმა საქართველოს სასამართლო ბრიტანულმა არბიტრაჟმა საქართველოს სასამართლო გასაგებია ესენი არიან თაღლითები ჩვენ დავამატეთ ხანდაზმული ხო ჩვენ რო ხანდაზმულ თაღლითებს ვიღებთ იქ 50% საერთაშორისო აღიარებითა 50% ეგზისტენციური აღიარებით ბრიტანეთში იჩივლეს და არაფერი არ გამოვიდა და ეს თაზო დაკვრიცონები მართლა მაიმუნის როგორი ეს ტერორისტის კაი მამა ბოროტე ოპა ეს ტერორისტთან მოცეკვავა მენა მხოლოდ მაშინ აპოკალიფსი აჰო იმენა იმას ავიცარი რა ქვია ტილოზეთი აი მოდის და დავაიწვევ კაი არა არ დავაჭრე მარტა საწოდავია ეს ადამიანი არის მაგრამ მაგარი ის იყო რა ქვია ჟუტკია ცოტა ძალიან ხატმწერი გამოსახულება იყო ხო პათეტიკური და ხარში წვერი ხარში არსებობს ეგეთი მისაღებობის რეკლამა არა ბაჩო შენ ახლა ვულგარიზაციას კაროჩი იმან დახატოს ეს არის რა ისი ბუღაძე უნდა დახატოს კი ეგზისტენციალიზმია რა აი აქ რაც ხდება რომ მოაქეს ონტოლოგიური ტვირთი და ქარი არის ქარი არის ბოროტება და წეს რომ გამოაძოს რაღაც შიბაობას დაერევა მამა ბოროტე და ქარი როგორც ბოროტება აი ღირდა მათ მამა ბოროტე ახლა ღირდა მათ რომ ექსაქტელები ძელს აღარა მარტა მე უხერხულება კიდეც მაგრამ რა ვქნა არ მოისვენეთ და პეტრე კოლხზე შეიძლება და ამაზე აიცის ანუ რეჟიმიო ანუ რეჟიმიო ანუ მისთვის რეჟიმი ხო ქართულიო ცნება პეტრე კოლხი სადარი ბიჭო ვარტი პეტრე კოლხი ძახის ხო მამა ბოროტეს შინაარსი რატო უგუებელ პეტრე კოლხი ერთი წუთით რა პეტრე კოლხზე ვლაპარაკობ არა ხო მამა ბოროტეს შინაარსი რატო უგუებელ ყავით ბიჭო გაგვანები რა თავი მამა ბოროტეს თავის საჯელიც ეყობა მართლა იმის მერტვან უკრა ხო ჯოჯოხეთში ანუ აქ მამა ბოროტესთვის რომ მოგესმინა აქ დაინახავდი უფრო მეტ სოდვას ვიდრე ოდესმე გაგია მის ამხელა პასუხისმგებლობა ქრისტეს შეადარა მიშა გავიგე ხო და აქედან გამომდინარე გდელზე იცი ამხელა პასუხისმგებლობა აღარა ჩვენ რომ დაგვიწყებს ხო და ჩვენ რომ დაგვიწყებს გასჯას ჩვენ რაღაცნაირად გვაპატიებთ და არწოდნა საიდუმლოს მდელი ხდება და მოდი შენო შენ შეგვასწოს რა თქმა უნდა 60-ში მაგრამ რა ვიცი თუ მოინა გამღდელარია ეს ხო ბიჭო ამას რო დაიბარებენ სინამდვილეში ეგ ტრაგედია კი ამას რო დაიბარებენ ძალიან სერიოზულად ხო რა და უღირდა მათ რუსეთს ებრძვის და მაგიტო ну აი რა რუსეთს ცოტა ვერ არის რა ხო მაგრამ კაი მაშინ ისევ დაუბრუნეთ პეტრე კოლხს პეტრე კოლხი არა პეტრე კოლხი პირველად უფრო მაგრა დაალაგდა ვიდრე მამა ბოროტე იმიტომ რომ კანადაში თუ ნიუ-იორკში სადაა ონტარიოშია თუ ნიუ-იორკში რაღაც ახსარება გაჩიტა ნიუ-იორკში რაღაც ახსარება გაჩიტა ხო რაღაც ახსარებლობა გაჩიტა მართლმადიდებლური სტრანი უკრაინული ავტოკეფალია ჯიგარი იმენა უკრაინაში მას პრობლემა არა უკრაინაში ვაფშე პრობლემა არა გადაიხადე და დაგივაგებე ვაფშე მე თუ აპატიე ხო ვაფშე არაფერი ვარ ენა კი არა ვაფშე მაგრამ ტაქსისტობას აგზელებს არა ახლა ეგრე არა მოიცავ როგორ არა კარჩი მოიძე უყურე ეგ რასაც ბაცო მე ტაქსში ქრისტე ჩამიჯდაო და მაგის მერე ტაქსიდან არ უნდა გადმოსულიყო მაგ ტაქსიდან არ უნდა გადმოსულიყო მაგის ტაქსში ქრისტე რო ჩაგიჯდება მერე უკვე ძართულია რომ გადმოხვიდე მაგ ტაქსიდან იქ უნდა დარჩე ვაფშე იქ ყვარი რა აყუდებული მერე და არა თუდად ხურობთ ახლა ხო ბრა ძალიან ცოტა მოდი
უკაცრავად. დავამთავრე. წაგვიღო რა. იუმორის ტალღამ, კი, იუმორის ტალღამ სადღაც წაგვიღო და ბაჩო არის სატანა შეხედე და მოდის გიხდით. კაი, ხატია დეგანოიძე. პეტრე კოლხის. პეტრე კოლხის როგორ შეიძლება? ხატია დეგანოიძე. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დედაბოროტე. მოქალაქეებს რომ მარტო დარჩენილი ქვეყანა პატარა ქვეყანა რუსეთთან ეს არა, ამას არ უხდება. რა სუსტ მდგომარეობაში არ უნდა იყოს გადახდა. დედაბოროტე ის არის. ანუ თუ ჩვენ კაი, გავაჩეროთ აზრი არა. აზრი არა, დავასრულოთ ჯობია გადაცემა. კარგად დროც მოვიდა. კარგად დადოთ ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით. და მაგრამ ბოდიში მამა ბოროტე. აი, გაჩენდა. მამა რუსუდანი ხო არის? დამბლდორი ხო არის და ბიჭო ანუ იმას რო არც მოუფიქრეთ ვის? არც ერთი სახელი პეტრე კოლხი. პეტრე კოლხი არის პეტრე კოლხი არის. პეტრე კოლხი კრეტი რა უნდა პეტრე კოლხი რა უნდა მოუფიქრო კაცო. პეტრე კოლხი კაცი ხო და ეგაა ყველაზე მაგარი კარგად ზანდეოდეთ ნახვამდის ხოლმე. აბა ბედნიერად